საღამომშვიდობისა ეთერშია გადაცემა დღის თემა მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტი ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კრიზისი და მძიმე საერთაშორისო გზავნილები. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არ წყდება. ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესები და ცალკეული გადაწყვეტილებები პროტესტს ამძაფრებს. მიმდინარე კვირა მთელი მსოფლიოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენით დაიწყო. 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ფიციდადო და საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ბოლო თვეებში უკიდურესად გამწვავებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების და ვაშინგტონის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების კონტექსტში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გზავნილებს და პოლიტიკას თბილისიდან განსაკუთრებული ინტერესით და ყურადღებით აკორდებიან. თუმცა მოლოდინები და პროგნოზები განსხვავებულია. წინასაარჩევნო თუ ინაუგურაციის დღეს გაჟღერებული გზავნილების გათვალისწინებით მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება. ოპოზიცია კი, რომლის ნაწილი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპის კრიტიკას არ ერიდებოდა, ვაშინგტონიდან სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებას და კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმაში დარწმუნებულია. რა გავლენა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პოლიტიკურ რეალობას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და როგორ ესახებათ პოლიტიკურ აქტორებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს არსებული კრიზისის დაძლევა, ჩვენ დღევანდელი სტუმრები იქნებიან ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და ფილოსოფოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი. შალვა ნათელაშვილთან საუბრით ვიწყებთ. ბატონო შალვა, საღამომშვიდობის, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საღამომშვიდობის, მადლობა, რომ 12 წლიანი შესვენების შემდეგ საზოგადოებრივ არხს გავახსენდით თქვენი წყალობით და დამპატიჯეს. მე ძალიან ისეთი მოგონებები მაკავშირებს, თქვენ ალბათ არც იცით ამ შენობასთან, ამ ტელევიზიასთან. ჟურნალისტობით დაიწყეთ თქვენ ვიცით ეს თქვენი ბიოგრაფიის შესახებ. აქ მუშაობდი, სიჭაბუკის პერიოდს უკავშირდება და რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი არხი ეს არის ხალხის მიერ დაფინანსებული, უზრუნველყოფილი საინფორმაციო რესურსი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს არა რომელიმე პარტიას, ოპოზიცია თუ პოზიცია, ხელისუფლებას და ოლიგარქიას, არამედ უნდა იყოს გახსნილი მთლიანად აზრის გამოხატვისათვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ხელისუფლებისათვის, აქ უნდა მოდიოდეს ყველა და თავის აზრს აფიქსირებდეს. ეხლა ჩვენ გვაქვს პრეტენზიები კერძო არხებთან. დღედაღამე ვარ აი ამ კერძო არხების ლანძღვაში. არა მარტო იმ რუხაძის პენსიონერების მახრჩობელა რო არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, იმედის მახრჩობელა დანიშნული, რომელიც გამოვიდა ეხლა უკვე შეეშინდა და სანქციებს უნდა გადარჩეს და დაიწყო დიპლომატია, მაგრამ ვის მოატყუებს ეხლა ეგ. არამედ მათ შორის ოპოზიციურად წოდებული ტელევიზიებისაც. როგორც არის მაგალითად ხაზარაძის TV პირველი, რომელმაც შეადგინა შავისიები, ბანკში ხო არის შავისიები. თქვა თუ ერთმა ბანკმა შეიყვანა შავსიაში, მერე სხვა ბანკი აღარ გაძლევს სესხს. აი ეგეთი შავისია შეადგინა ხაზარაძემ, გვარამიან თავარ არხზე, აღარ არის საუბარი ჩხარტიშვილის რუსთავი 2-ზე. ანუ კერძო ტელევიზიები ესენი და მაგათ არ ვინდობთ და მაგათთან გვაქვს პოლემიკა და ვეუბნებით, რომ ეს უნდა იყოს გახსნილი და აზრების გამოხატვა იყოს თავისუფალი. მაგრამ ნუ მაინც კერძოობა ის ამბობს, რომ მე ვაფინანსებ. პირველ არხზე დიახტა. მე ვაფინანსებ, მე ვინახავ ამ ჟურნალისტებს, ამიტომ ვისაც მე დავპატიჯობ, ვისაც მე არ დავპატიჯობ. აი აქ ეს ლოგიკა უკვე აღარ ჭირს. ეს უნდა იყოს გახსნილი თქვენი ტელევიზია. ყველა პოლიტიკური ხედვის ადამიანის გახსნილი არის ნუ ახლა 12 წელი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რო არ მოვა ამ ტელევიზიაში თოქ-შოუში, ხო? ნიშნავს იმას, რომ აქ არის საჩინელი დიქტატურა, რომ აქ არის ბიზნესის კულმინაცია და სხვათა შორის ერთი ისტორიული. აი ნახეთ ბატონო შალვა, ნახეთ აი დიქტატურა თუ არა ეხლა დღეს არა მე თქვენთან მადლობის მეტი არაფერი არ არა ბატონო შალვა, მაგრამ აი დიქტატურაზე როდესაც საუბრობს, აი დღეს წარმოდგენილი ხართ, ხო? მაშინ როგორ ხართ წარმოდგენილი თუ დიქტატურა არის ტელევიზიაში? როგორ იყო არა ნახეთ ბატონო შალვა, როგორ იყო მაშინ წარმოდგენილი თვე 2 თვის წინ, თქვა 1 წლის წინ, 2 წლის წინ იგივე ლაშა ჩხარტიშვილი თქვენი პარტიის წევრი. ხშირად იყო ჩვენი გადაცემების სტუმარი. მოამბის გამოშვებებში არა მხოლოდ თავარ გამოშვებაში, ყველა გამოშვებაში თქვენი აქტივობა, პრესკონფერენციები იცით, რომ ძალიან ხშირად ჩუქდება ინტენსივობით ვებგვერდზე, ყველა პლატფორმაზე. შესაბამისად, ეხლა როდესაც 90% ჩვენი საქმიანობის, ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის, რომელიც არის არა მარტო ქართული პოლიტიკის, არამედ სოფლიო პოლიტიკის რადარებზე 30 წელია.
და ის სანქცირების პროცესი, რაც დაიწყო ახლა ივანიშვილისა და მის რეჟიმის მიმართ, ჩვენი საძირკველი ჩაყრილია, ამაში უკვე არავინ აღარ დაობს და კონგრესის ოქმებში ეს შეტანილი ვირსონის მიერ 4 ივნისს სესკის კომისიის ხდომაზე, რომ ლეიბორისტული პარტიის დაწყებულია ეს სანქცირება, ანუ ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით თავის დროზე და არავის სერიოზულად არ მიაჩნდა, დღეს გახდა გეოპოლიტიკის საფუძველი მსოფლიო და ამ ფონზე ჩვენი საქმიანობის მხოლოდ 10% რო შუქდება საზოგადოებრივ არხზე, რომელიც ვალდებულია რომ აშუქებდეს წამყვანი პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის 50%. წამყვანი კი, თუმცა ბოლო არჩევნებზე ბატონო შალვა 0.8% მიიღეთ, წინა არჩევნებზე 1%. აი ცოტა მაღალი ხომ არ არის განცხადება, როცა წამყვან პოლიტიკურ ძალას უწოდებთ საკუთარ პარტიას. მთელი მსოფლიო აცხადებს და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი წერს იმ შედეგს, რაც მას მოიხასიათება და რასაც უბრძანებს კრემლიდან პუტინი. და რა თქმა უნდა, მე რატო დამიწერს 1%-ზე მეც, ან 0.75-ზე მეც, ან რატო დამიწერს იმდენს, რამდენიც მაქვს, მით უმეტეს რატო დავიმატებს, როდესაც ლეიბორისტული პარტია არის მისი პოლიტიკური მესაფლავე. შევპირდით ივანიშვილს, რომ დავასანქცირებდით და მის პოლიტიკურ საფლავზე ღმერთმა დიდი დღე მიცეს, ბიუს ჩვენ დავდგავდით, შევასრულეთ. ხალხს დაპირება შეუსრულოთ და რა თქმა უნდა როგორია შეგიძლიათ ვთქვათ ამ დასანქცირებაში ჩვენი წვლილი ჩვენი გაკეთებულია დასანქცირების პროცესი 12 წლის წინ დაწყებული გვაქვს დაახლოებით 3 ტომი სქელტანიანი წიგნი გამოიცემა თავის დროზე იმის თაობაზე 12 წელი რა მიმოწერა ქონდა კონგრესთან სენატთან სახელმწიფო დეპარტამენტთან თეთრ სახლთან ვაშინგტონთან რა თქმა უნდა თავიდან ვერ ვარწმუნებდით ამერიკელ მეგობრებს ეგონათ რომ მისგან მიიღებდნენ 21 საუკუნის pro-დასავლურ ჯეფერსონს, როცა ვეუბნებოდით, რომ პუტინის სატელიტი მარიონეტია და აქ იქნება ისეთი პრობლემები მალე, რომ თქვენს გაგიჭირდებათ გადაჭრა, ცოტა ისე ეჭვს თვალით გვიყურებდნენ ცინიკურად, შემდგომ უკვე თანდათანობით რწმუნდებოდნენ ამ საქმეში და ალბათ დარწმუნების სტადიაში შევიდნენ თამთა მაშინ, როდესაც 2000 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით შეიქმნა ის ცნობილი პანჩატური, სადაც გაერთიანდა ყველა პარტია, მიუხედავად ორიენტაციებისა, პროდასავლური, პრორუსული, ცენტრისტული, დაცენტრილი, პროამერიკული, ყველა იქ იყო, გამოუცხადეთ ბოიკოტი. ის პარტიებიც ბატონო შალვა, რომლებსაც თქვენ წარსულში ძალიან მწვავე დაკრიტიკებდით და წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებზე ვამბობთ. კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ახლა თამთა თქვენ გამოცდილება გაქვთ ძალიან დიდი პოლიტიკური ანალიზის. პოლიტიკაში ძალიან რთულია პოლიტიკოს მოსთხო მანერების, მიმიკების, ხელის ჩამორთმევის, გაცინების ან საერთო მიზნისათვის რაღაცა ფორმატში მონაწილეობის გამო პასუხი. აი ახლა მეცაც გეტყვით თქვენ დაიწყეთ შესანიშნავად ანალიზი, აი ინაუგურაცია შედგა ტრამპის და ახალი ადმინისტრაცია მოვიდა. ზაფხულში იცით თქვენ ტრამპს რას უწოდებდა ვენსი, მისი ვიცე-პრეზიდენტი. იცით რას უწოდებდა ამერიკელ ჰიტლერს. დღეს მეგობრები არიან და პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტია. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ქართულ რეალურ პოლიტიკაში ლეიბორისტული პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც საარჩევნო ბლოკში არავისთან არასოდეს არ ყოფილა, არც შევარდნაძესთან, არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სუბიექტი. მაგრამ თანმიმდევრულობაზე ბატონო შალვა, თავის დამოუკიდებლობა რამდენად არის თქვენს განცხადებებში თანმიმდევრობა, რა თქმა უნდა. როდესაც მაგალითად მიხეილ სააკაშვილს თქვათ წინა წლებში მოიხსენიებდით დიქტატორად, ახლა ნუ შემდგომ თქვათ პოლიტიკურ მოკავშირედაც განიხილავთ ამ რეჟიმს ივანიშვილი და სააკაშვილი ოპოზიციის ყველა ის ლიდერი რომლებთანაც დღეს თქვენ იმ 2020 წელსაც თანამშრომლით ძალიან მწვავედ ყავთ გაკრიტიკებული წინა ოღონდ არა მხოლოდ წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსნები თქვათ ოპოზიციის დანარჩენ ლიდერებსაც სწორად რომ ყავდა გაკრიტიკებული ხო გამოჩნდა ბოლოს რომ გაიქცნენ ჩემი პანჩატურიდან და გაიშევარდნენ პარლამენტში და გაუხანგრძლივეს ივანიშვილის არსებობა და მთელი მსოფლიო პრობლემად გადაიქცა მის მოცილება აი გეირუარ შევარდნილიყვნენ მაშინ პარლამენტში და დაეჯერებინათ ჩემთვის და დარჩენილიყვნენ პანჩატურში დღეს არც ივანიშვილი იქნებოდა არც ეს რეჟიმი იქნებოდა აი თქვენ ტელევიზიაში სრული დემოკრატია იქნებოდა და არავითარი პრეტენზიები არ წამოვიდოდა არც მიტინგები იქნებოდა ტელევიზიის შემოსასვლელთან არც ხალხი მოწდებოდა მე 60 დღე აგერ ქუჩაში არის ახალგაზრდა არც ამდენი პოლიტპატიმარი იქნებოდა ევროკავშირის წევრი იქნებოდით ანუ ფაქტურად შესული იქნებოდით ევროკავშირში და იქნებოდა ის გეოპოლიტიკური ბალანსი რის გარეშეც საქართველოს არსებობა არის წარმოუდგენელი და რამაც ეჭვს ქვეშ დააყენა ჩვენი დამოუკიდებლობა აი რომ შევარდნენ პარლამენტში და ეხლაც აი ამ პარტიებმა რომლებიც მაშინ პარლამენტში გაიქცნენ აიღეს დაფინანსება
საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. იცით ამბავი თქვენ ალბათ, ხო? კი, ვიცით, მაგრამ ნაცებაც, ხაზარაძემაც, მაგრამ ნახეთ, გახარიამაც ბატონ და დაფინანსების აღება ნიშნავს რას, რომ შენ აღიარებ საპარლამენტო არჩევნების შედეგს და რომ არა არჩევნების ლეგიტიმაციას თუ ნიშნავს დაფინანსებაზე თანხმობა. აბა ეხლა არ ეთანხმები არჩევნების შედეგს, ამბობ რომ გაგიყალბეს. და ამ დროს რაც დაგიწერეს ხმები მის მიხედვით იქიდან გამოანგარიშებულ დაფინანსებას იღებ. აბა რა არის? არ არის ფანჩატურის შარლ მიშელის გაგრძელება? აი ამაშია საქმე, რომ ჩვენ მეგობრებო. მაგრამ ნახეთ ბატონშალა ერთ რეპლიკას, ერთ დაზუსტებას, როდესაც დაფინანსებაზე მიუთითებთ პოლიტიკურ ლიდერებს, შეიძლება მარტივად შეგახსენოთ 2008 წლის ისტორია, როდესაც თქვენ ასევე ბოიკოტი გამოაცხადეთ პარლამენტში შესვლაზე, მაშინ თქვენი პარტია გავიდა არჩევნების შედეგების მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში, მანდატებზე უარი თქვით, თუმცა 4 წლის განმავლობაში ხელფასებს იღებდით. მაგრამ 4 წლის განმავლობაში ის პარტიები, რომლებიც ფანჩატურიდან პარლამენტში შევარდნენ, ბოიკოტზე იყვნენ ნახევარზე მეტი ფრაქციები. ათეულობით 20-30 კაციანი ფრაქცია და ხელფასებს იღებდნენ. ასია სოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში თუ პარტია აცხადებს ბოიკოტს რაღაც საკითხზე ან თემაზე ან გარკვეული ვადით, მას ერიცხება ხელფასი. ეს ჩემი მოგონილი კი არის, სოფლიო საპარლამენტო პრაქტიკის მოგონილია, მაგრამ ლეიბორისტული პარტია ერთადერთია საქართველოში და მსოფლიოში, რომელმაც თავი დაისანქცირა, არ შევიდა პარლამენტში, რის გამოც ივანიშვილმა მიიღო სპეციალური კანონი, წაართვა პარტიას დაფინანსება, წაგვართვა ხელფასებიც, წაგვართვა საარჩევნო კომისიაში წევრებიც, წაგვართვა სატელევიზიო უფასო სარეკლამო დრო, დაკტოვა გაკულაკებული 4 წელია, მაგრამ პარტია არ დაიშალა, პარტიამ გააგრძელა ბრძოლა და პარტიამ დაწყებული საქმე მისი დასანქცირების და პოლიტიკური მოგუდვის მიიყვანა ბოლომდე და დღეს მთელი ამერიკის კონგრესი და მთელი ევროპა დაკავშირებულია სწორედ მისი მოგუდვით, იმ მახრჩობელური პოლიტიკური მეთოდებით, რისი სპეციალისტის თავისთავი ეგონა. აი ახლა ნახოს, ვინ უფრო მეტი მახრჩობელი გამოდგა მისთვის, ლეიბორისტული პარტია თუ თვითონ. შესაბამისად, ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც რისკი გაწია, რომელმაც დაკარგა ის, რაც რის გარეშეც პარტიები არ არსებობენ. ხო ხედავ, აგერ მილიარდერი ხაზარაძის პარტიამ ვერ გაძლო დაფინანსების გარეშე და მისცა თანხმობა. 4 წელია ჩვენ დაფინანსების გარეშე ვართ. დამისახელეთ ნებისმიერ პარტიას, ქართული ოცნებიდან დაწყებული, გაგრძელებული ნაცმოძრაობი და დაგვირგვინებული გახარიას პარტიით, აბა შეუწყვეთ ერთი დაფინანსება და ერთი თანამშრომლებს არ მისცემ ფული. მომენტალურად 24 საათში დაიშლება ყველა, იმიტომ რომ არც ერთი არ არის შექმნილი იდეის გამო, არც ერთი არ არის შექმნილი პატრიოტიზმის საფუძველზე, ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას თავისი ვიწრო ინტერესები აქვს. ზოგს ბანკი უნდა გადაარჩინოს, ზოგს მილიარდები შეინარჩუნოს, ზოგს ხელისუფლება დაიბრუნოს. აი პატარ-პატარა, აი ესეთი მიზნები და ეს პატარ-პატარა მიზნები მე ქვეყნის ნგრევას იწვევენ. შესაბამისად, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მალე მოვიცინებთ ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენი გმირი ერთ წად მაბატეთ თამთა, ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი ბრწყინვალე ახალგაზრდობის ბრძოლით და სანქცირებით, რაც ლეიბორისტული პარტიის მონოპოლია, მალე მოვიცინებთ ივანიშვილის ძირგამომპალ პროპუტინისტურ რეჟიმს, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს ახალი ბანკირების მოსვლა ხელისუფლებაში. ბანკირები და მსხვილი ოლიგარქია უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. ქვეყანაში უნდა დამყარდეს ევროპული სოციალიზმი, სადაც ადამიანებს ეცხოვრებათ, სადაც ადამიანები იმუშავებენ, ისწავლიან, იმკურნალებენ, იარსებებენ, სოფლები აღდგება, სამუშაო ადგილები გაჩნდება, წარმოებები გაიმართება და ეს ყველაფერი უნდა წავიდეს ევროპული სოციალიზმის ფორმატში, აი სკანდინავური პროფილით, სადაც ყველა მოხალხეს და ყველა ოჯახს აქვს შემოსავალი ეროვნული სიმდიდრიდან. იგივე ვთქვათ, ნორვეგიაში გაზის და ნავთობის შემოსავლები ნაწილდება ყველა ოჯახზე. ასევე საქართველოს უნდა გადანაწილდეს შემოსავლები ოქროსაბადოდან, რაც დღეს ივანიშვილის ოჯახში მიდის, მარგანეციდან, ბათუმის და ფოთის პორტებიდან, რაც ჩხარტიშვილი ივანიშვილისა და ძირითადი შემოსავლიანი დარგებიდან ყველა მოქალაქე, ყველა ოჯახი უნდა გახდეს მოწილე. აი ამას ქვია ქართული ევროპული სოციალიზმი. ოლიგარქია უნდა მოვიცილოთ ივანიშვილი, ხაზარაძე, გილაურ, რუხაძე, ჩხარტიშვილ, იმიან პაპაშვილიანად ერთიანად პოლიტიკიდან. ნაწილმა უნდა აგოს პასუხი წავიდეს ციხეში, ნაწილმა უნდა მიხედოს თავის ბანკზე. თუ ახალი არჩევნები დაინიშნება და თუ ყველა ვინ იღებს მაშინ მონაწილეობას ამ პროცესში? ახალი არჩევნები თუ დაინიშნება, საქართველოს პარტიებს რა გამოვლებს? თანაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. ყველა პარტიაზე თქვით, რომ არც ერთი მათგანი არ არის ეროვნულ ინტერესებზე, ყველა მათგანი თავის პირად ინტერესებს, ანუ ვინ იღებს მაშინ მოსახლეობას რა არჩევანის გაკეთება? ლეიბორისტული პარტია იღებს. 30 წელი აღარ მოვიდა, რომ აგურჩვენა უმრავლესობა მოგვცენ. ნახეთ აი ყველა უარგისი პარტია ხელისუფლებაში იყო. ივანიშვილის კრიმინალური პარტიიდან დავიწყოთ და გავყვეთ კიდევ იქით რამდენი კრიმინალი ჭამდა საქართველოს ბიუჯეტს და ქვეყნის მომავალს. პარტიამ, რომელმაც დაამტკიცა, რომ
ქვეყნისთვის არის შექმნილი, რომელსაც შეუძლია თავის გაწირვა, რომელსაც შეუძლია ყველაფრის პირადის დათმობა და ორიენტირებული ემაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გაიყვანოს ბედნიერების გზაზე, ის იმსახურებს მინიმუმ 2 ვადით ხელისუფლებაში მოსვლას, რომ ქვეყანა დაგიბრუნოს, რომ სიმდიდრე დაგიბრუნოს, რომ ოლიგარქია გაუშვათ ხელისუფლებიდან, რომ ახალგაზრდობას გაუხსნათ დიდი გზა იმ ახალგაზრდობას, რომელიც ამას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არა გვაქვს. პარტიების ექსპორტი არ ხდება, მარტიდან ვერ ჩამოვა ახალი პარტია. თქვენი აზრით, აი ეს რაზეც საუბრობთ, თქვენი პარტიის უპირატესობები, რაზეც რატომ არ აისახება მაშინ არჩევნების შედეგებში? 2012 არა, ნახეთ 2012 წელს 1.24%, 2016 წელი 3.14%, 2020 წელი 1%, ეს ივანიშვილის მითითებით წელი 0.8%. ივანიშვილის მითითებით გვიწერდნენ ამას და მთელი მსოფლიო ამას აღიარებს, რომ ივანიშვილი აყალბებს არჩევნებს. აბა როცა ივანიშვილი არ იყო 26%-ს არ ვიღებდით? 25-ს არ ვიღებდით? 20%-ს არ ვიღებდით? 12.5-ს არ ვიღებდით? ყველაზე კარგი შედეგი გქონდათ 2002 წელს, როდესაც საკრებულოში ხო, გახვედით. რამდენი ავიღეთ? 26%, ხო? არ იყო მაშინ ივანიშვილი. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეობაზეც უარი და საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭი არასოდეს არ მიიყრია, თქვენ ავცელეთ სამწუხაროდ. არა, თქვენ ძველი სუსის გავცელებულ ხმებს. ყველაზე მეტი ადგილი ჰქონდათ საკრებულოში და დაუთმეთ მიხეილ სააკაშვილს. რომ მეოდესმე ვინმე დაამბრალოს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა მინდოდა. ეშმაკს არა, ეგ არ გვითქვამს, რომ თქვენ გინდოდა დაუთმეთ მიხეილ სააკაშვილს. რანაირად დაუთმეთ, თუმე მინდოდა, რანაირად დაუთმეთ. თქვენ იყავით ყველაზე მეტი მანდატი ჰქონდათ მაშინ არ ვიყავ კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარეობის, არ ვიყავ კანდიდატი. ხარი დაუჭერეთ მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარედ. თავისუფალი კენჭისხრა იყო და იქ ვინც იყო ჩვენგან დეპუტაცია, ნაწილმა დაუჭერა მხარი, ნაწილმა არ დაუჭერა მხარი მაპატე და ფეხებზე მეკიდა მაშინას და ეხლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვინ იქნებოდა? თავარი იყო, რომ ივანიშვილს, სააკაშვილს არ მოეწყოთ ვარდების რევოლუცია და არ დაეწყოთ ის პროცესი, რამაც აქამდე მიგვიყვანა. იმ ვარდების რევოლუციამ დაღუპა საქართველო. აი ეს ვარდების რევოლუცია იყო მთლიანად პუტინის ინტერესებში, იმისაც რომ დაეწყო რუსული იმპერიის აღდგენა და შეეშინებია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ლიდერები შევარდნაძის გაბანძებით და დამხობით, რომ აი არ დაგვემორჩილებით ასე მოგივათ. მაშინ იყო კრავჩუკი, ალიევი იყო აზერბაიჯანში, დონეები იყო, იქით ნაზარბაევი იყო. ყველა შეშინდა, რომ დაინახეს, რომ შევარდნაძე ისე ათრიეს ქუჩაში. ეს იყო პირდაპირ პუტინის შეკვეთა. ივანიშვილის დავალა დაფინანსება ვარდების რევოლუციის და ამის შემდეგ დაიწყო რუსული იმპერიის აღდგენა. ამის შემდეგ იყო ცხინვალი, ამის შემდეგ იყო ყირიმი, ამის შემდეგ იყო დონბასი, ამის შემდეგ იყო ლუგანსკი და ეს იყო საბედისწერო ჟამი, საბედისწერო დღე, რომელიც ივანიშვილმა პუტინის დავალებით დააფინანსა და სამწუხაროდ განახორციელებინა იმ ძალებს, რომლებიც დღეს ითვლებიან ასე ვთქვათ ყოფილ ხელისუფლებას. და რა მასშტაბით ხდება გაყალბება თქვენი პარტიის? ჩვენს მიმართ ხდება პათოლოგიური გაყალბება. ეხლა ივანიშვილი რადონის მანიაკია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამას მე ბავშვობიდან ვიცნობ და არ მინდა ეხლა აქ ამ თემებზე ვისაუბრო, მაგრამ აი როცა წეღან თქვი რომ ეს ცენზურაც აი ამ საზოგადოებრივ არხზე მის გემოვნებაში ჯდება და მისი მითითება, ასევე აძლევდა მითითებებს საარჩევნო კომისიის წევრებს. დარბოდა რაიონებში 2016-ში, 2020-ში სპეციალურ გადაცემებს გვიძღვნიდა, რომ როგორ შეიძლება ლეიბორისტებს ხმა მისცე, სიცრუეში გაცხოვრებენ, რას ქვია ანაბრების დაბრუნებას კპირდებიან, თითქოს ანაბრები არ დააბრუნა პრივატიკამ, არ დააბრუნა პოლონეთმა, არ დააბრუნა ჩეხეთმა. პირადად ედგა სათავეში, რომ ჩვენი პარტია, ჩვენი პოლიტიკური ძალა, ჩვენი იდეოლოგია ხელისუფლებას არ გაკარებოდა, რადგან იცის, რომ ჩვენ ვართ კლასობრივი მტრები და სადაც ჩვენ ვართ, იქ ბანკირი, იქ ოლიგარქია, იქ პუტინიზმი ვერ გაიხარება. დიახ, ბატონო შალვა, მაგრამ მაშინ 2008 წლის 2 იანვარს რატომ გააკეთეთ განცხადება, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდით, პრემიერ-მინისტრობას პირდებოდით სწორედ ბიძინა ივანიშვილს? გეთანხმებით, ეს განცხადება გავაკეთეთ, იმიტომ რომ გქონდა ინფორმაცია ის აპირებდა პოლიტიკაში შემოხტომას. და გვინდოდა დავრწმუნებულიყავით ის ამას რეალურად აპირებდა ან როდის აპირებდა. ძალიან დადებითად ახასიათებდით, ამბობთ რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც დიდ სიმაღლეებს მიაღწია, ზუსტად ციტატები მოვისმინეთ თქვენი ძველი განცხადებიდან. არა, მე ახლა ვთქვი რომ ქველმოქმედი და ფაქტობრივად ხო გველმოქმედი გამოდგა ეს მაშინვე ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ პოლიტიკაში ზოგი ხდება ტაქტიკური ნიუანსები, ფაქტი ერთია რომ ჩვენ დაძახილზე ის არ წამოსულა პოლიტიკაში, 5 წელი კიდე დარჩა და აგრძელებდა სააკაშვილის დაფინანსებას. მოგეხსენებათ ძალიან კარგად, უბრალოდ ჩვენ გქონდა ინფორმაცია, რომ ის პოლიტიკაში გადამოხდებოდა და გვინდოდა ასე თქვათ შეგვემოწმებია მისი მზაობა, როდის რას აპირებდა. 5 წლის შემდეგ მოხდა ყველაფერი, ასე რომ ჩვენ ამას ვერ დაგვაბრალებთ. 3 წელი 2011. რა მნიშვნელობა ხوار მოხდარა მე 2 დღეს და ხوار გამოგხმაურებია ჩვენ. ხო, მაგრამ ნუ მაშინ იყო ძალიან დადებითი დაფასება. ჩვენ ხوار ვართ მისი გზის მკვლევები პოლიტიკაში. მას თავიდანვე როცა გამოუშვა
პუტინმა და კრემლმა საქართველოში და გამოატანეს მილიარდები დაავალეს რომ შენ იქნები ორჯონიკიძე, შენ იქნები მე-11 არმია, შენ იქნები საქართველოს მაოკუპირებელი ძალა, აი ამ ფულით მოისყიდი არტისტს, მწერალს, სპორტსმენს, პოლიტიკოს, ექსპერტს, ყველას მოისყიდი და მოხვალ ხელისუფლებაში. რამდენია ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი, რა მაჩვენებელზეა თქვენი შეფასებით? ეხლა თავისუფალი არჩევნები რო ჩატარდეს, ჩვენ ისე გავიყვანთ უმრავლესობას პარლამენტში, როგორც მე და თქვენ უყურებთ ეთქვენ. მხოლოდ ლეიბორისტული პარტია. ხალხს უნდა სოციალიზმი, ხალხს უნდა ხელფასი, ხალხს უნდა სამუშო, ხალხს არ უნდა ოლიგარქია, ხალხს არ უნდა საბანკო დიქტატურა, აგერ ეხლა გამოქვეყნდა ევროპული საშუალო საბანკო სესხები, რომელიც 1-2-3%-ს არ აღემატება და ნახეთ აქ სადგადის 1000-ობით პროცენტზე ადის სესხები ივანიშვილის ბანკებშიც, ხაზარაძის ბანკებშიც, გილაურის ბანკებშიც და ყველა ბანკებშიც, ხო? შესაბამისად ხალხს ჭირდება ადამიანური ცხოვრება, ხალხს ჭირდება სახალხო ბიზნესი, ხალხს ჭირდება საკუთარი ეროვნული სიმდიდრეებში წილი, ამას ხალხს ჭირდება ელემენტარული ბავშვი სკოლაში რომ იდის, უფას უყვება სჭირდება, რასაც მხოლოდ სოციალისტები გააკეთებენ. ევროსოციალისტები, რაც ფინეთში ხდება, რაც ნორვეგიაში ხდება, ხო? ამაზე არ იმეტებენ თანხებს, იმიტომ რომ თავიანთი შვილები ყავთ კარგად მოწყობილი, დაუდით კერძო ძვირადღირებულ სკოლებში, აბა დამისახელეთ, რომელი თანამდებობის პირი შვილი დადის საჯარო სკოლაში. ან დეპუტატის, ან მინისტრის, ან გამგებლის, ან მერის, არავინ. ყველასთვის სპეციალური კოლეჯებია, 64-ი კომუნიზმია მოწყობილი, სულ ფეხებზე კიდევ ჩვენი შვილები სასწავლებლად და როგორც სწავლობენ. არც ერთი, ამიტომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ამათ გავისტუმრებთ, მიღებული იქნება კანონი, რომ თანამდებობის პირი თუ მიიყვანს თავის შვილს კერძო კოლეჯში, ის თანამდებობაზე ვერ გაჩერდება. გამორიცხულია. მან უნდა ატაროს თავის შვილის ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში და კარგად გაიგოს რა პრობლემებია იქ, რა უჭირთ ბავშვებს, რა უჭირთ ხალხს, რომ მერე იქიდან იმოქმედოს და გადაწყვეტილებები ისეთი მიიღოს. ძალიან დიდ საშიშროებად მიიჩნევდით დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, სულ რაღაც ერთი თვის წინ ინტერვიუებში ღიად გაქვთ ეს საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ელოდებით თუ არა მკაცრი ზომების მიღებას კვლავ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებასაც. მე პირველ რიგში პატივისცემ ამერიკელი ხალხის არჩევას. მეორე რიგში ძალიან დიდ პატივს ვცემ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის პოზიციას, სადაც უამრავი მეგობრები მიყავს, ვილსონი, კრუზი, უიკერი, შეერაღების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატის ესენი ჩემი უძველესი მეგობრები არიან, მათ შორის აი ამ სანქციების საკითხებშიც, რამაც საქართველოს უნდა გადაარჩინოს დღეს. ესენი არიან საქართველოს უდიდესი პატრიოტები და მე შემთხვევით არ მithქვავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება ეკუთვნის ვილსონს და როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და მოვა ახალი პრეზიდენტი, ვისაც ასე ვთქვათ, ხელმოწერის პრეროგატივა აქვს, აი ეს წოდება უნდა მიენიჭოს მინიმუმ ვილსონს და კიდევ სხვა მეგობრებს, ვინც გვერდში ასე გვიდგანან. რაც შეეხება ტრამპზე, მე ჩემი ხედვა მაქვს და ეს არც მათთვის არ დავიმალია, მიმაჩნია, რომ ამერიკას როგორც მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოს უფრო აი კენედის და რეიგანისნაირი პრეზიდენტი და რუზველტისნაირი პრეზიდენტი უნდა აწყობდეს, მაგრამ ეს ამერიკელი ამომრჩევლის გემოვნებაზეა დამოკიდებული და აქვე გავითვალისწინოთ. უფრო შერბილებული ხომ არ არის ახლა თქვენი განცხადებები, იმიტომ რომ სუბუქია ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისათვის. უფრო მძიმე უნდა იყოს. უფრო მძიმე უნდა იყოს და წინაზეც ეგეთი აზრის იყო, ხა სამაზრის ვარ, მაგრამ ამერიკის დემოკრატიის წინ ბატონო შალვა, აი მაგალითად ციტატები მინდა წავიკითხო, იქამდე მივიდა ლიდერების კრიზისი ამერიკაში, რომ ტრამპის იმეძი არიან, მისი პირველი ვადით გაპრეზიდენტება არის რუსეთის დამსახურება. ტრამპის არჩევა დაუშვებელი ამ ეტაპზე ამერიკის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ტრამპი თუ მოვიდა, დასასრულია სამყაროს, იმას შეუძლია პუტინს გაუერთდეს უკრაინის გაყოფაზე. ერთი წლის წინ თქვენი სიტყვები. ტრამპი არის პუტინის ლობისტი ამერიკაში 2020 წელი. ტრამპი არის დიდი საშიშროება ამერიკის პერსპექტივისთვის, თავისი გაუწონასწორებული განცხადებებით მას შეუძლია ერთი ემოციური ჟესტით პრობლემა შეუქმნას ამერიკას. პუტინის მიმართ არა მთლად რადიკალური, ეს არის 10 თვის წინ თქვენი სატელევიზიო ინტერვიუდან ამონარიდი. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემ განცხადებებზე არაფსოდეს უარი არ მithქვი, იმიტომ რომ რასაც ვამბობდი იმ წუთში მე მწამდა, რომ ეს ასე იყო, სწორი იყო. ამ განცხადებების უკან არც შიდა პოლიტიკაზე, არც გალე პოლიტიკაზე არასოდეს არ მდგარ რაიმე პირადი ანგარებითი ინტერესი, ეს იყო ჩემი ხედვა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო არც თუნთლად სწორი, მაგრამ ეს იყო ჩემი ხედვა, ამიტომ მე არაფერზე უარს ვამბობ, უბრალოდ ერთ-რამეს მოგახსენებთ, რომ ამერიკის დემოკრატიის სიდიადე სწორედ ამაშია, რომ იქ მართვა ქვეყნის და პოლიტიკის გატარება შიგნითაც და გარეთაც მიდის კონცეფციურად, დოქტრინალურად და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი. აი ვთქვათ, კომუნიზმის შეკავების დოქტრინას 9 პრეზიდენტი ემსახურებოდა.
აი საბჭოთა კავშირის გარშემო ანაკონდასში გეოპოლიტიკური ანაკონდა კორეიდან ნორვეგიამდე რომ შემოავლეს და ეს ბაზები ნატო, ანზიუსი, სეტო ესენი სამხედრო ბლოკები რო შექმნეს 9 პრეზიდენტი ემსახურებოდა ორივე პარტიიდან რუზველტიდან დაწყებული შემდგომ იყო ტრუმენი მერე იყო ეიზენჰაუერი მერე იყო კენედი მერე იყო ლინდონ ჯონსონი შემდეგ იყო ნიქსონი შემდეგ იყო ფორდი მერე ახლა გარდაცვლილი კარტერი რეიგანი და საბჭოთა კავშირი დაშალეს ანუ დოქტრინა მართავს სახელმწიფოს და პოლიტიკას და არა ტრამპი კონკრეტულად ან რეიგანი ან კენედი აი ეს არის სწორედ დემოკრატიის სიღრმე რომ კონცეფციურად ღირებულებებით იმართება სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკას ეწყობა ამდენად ნიშნულობა არ აქვს ეხლა რო ამბობდნენ აქ რომ ტრამპი მოვა ეს კოცები არწმუნებდნენ თავიანთ დაბლა დაქირავებულ აქტივს ტრამპი მოვა და გადარჩებოდა აი ძალიან რო უყვარდეს ტრამპს ბიძინა ივანიშვილი და პუტინს რო ძალიან უყვარდეს და სიმპათიებს არ მალავს პუტინისთან მე დღევანდელი განცხადება ტრამპის პირდაპირ წერია რომ დიდი სიმპათიები აქვს რუსეთისა და პუტინის მიმართ და ეს მისი უფლება რა აზია საუბარი აი იგივე ამბობდა ნიქსონის თავის დროზე რომელიც გაზრდილი იყო რუსეთში სხვათა შორის როცა კომუნისტებმა ტრამპს მიიჩნევთ პუტინის პროექტად არა ტრამპს პუტინის პროექტად არ მივიჩნევ მაგრამ რაღაცა საკითხებში წინა პრეზიდენტობის დროს პუტინის და ტრამპის ინტერესები ალბათ შემთხვევით ადრე ლობისტად მოიხსენიებდით არა მე კი არ მივიჩნევდი ამაზე საგამოძიებო კომისიები იყო ამერიკაში შექმნილი და იძიებდნენ კონგრესში ამ საქმეებს და მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროში საქმეები იყო აღძრული ამაზე და ტრამპის გარემოცვა დაიჭირეს პუტინთან და რუსეთთან კონტაქტების გამო მანაფორტი დაიჭირეს მანაფორტი რომელიც იყო იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის უფროსიც იმავდროულად ერთ პერიოდი და შემდგომ ტრამპის შტაბში იყო ასე რომ მე არაფერს არ მივიჩნევდი მე რაც ფაქტები ტრიალებდა ვაშინგტონში იმის ანალიზს ვაკეთებდი და ვაფრთხილებდი ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას და გარკვეულწილად აქ ქართულ საზოგადოების შესაბამის ნაწილს რომ ჩვენ უნდა ბრძოლა გავაგრძელოთ დასანქცირების გზაზე უნდა ვიაროთ პრინციპულად და სახალხო პროტესტი უნდა დაერთოს ამას. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა გვემუშავა დასანქცირებაზე და გვემტკიცებინა მთელ მსოფლიოში რომ ამაზე აუცილებელია ფინანსური და სავიზო სანქციები, ეს არ მოხდებოდა თამთა. რო არ დაენახა მსოფლიოს ხალხი გასული ქუჩაში. სახალხო წინამდებობა რო არ ენახა. აი ეს პოლიტპატიმრები რო არ ენახა. აი ეს თვალვარსკვლავ ახალგაზრდები რო არ ენახა. მარტო ჩვენი მერცხლის ჭიჭიკი ვერ მოიყვანა მაგრამ აბადეთ ჩვენს გარეშეც სანქციებისათვის საძირკველი რო არ ჩაგვეყარა 12 წლის წინ და 160 კონგრესმენს და სენატორს პირადად არ შევხვედროდი მე და არ ამეხსნა რა ღვთისმფრიდან გადავარდნილი არსებასთან გვაქვს საქმე ივანიშვილის და მისი რეჟიმის სახით ეს რო არ დაგვეწყო თავის დროზე მარტო სახალხო პროტესტიც ასეთ ჰარმონიულ შედეგს ვერ დააყენება. ბატონო, მაშინ რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიციური სპექტრიც არ უნდა და მისგან საჯაროდ დისტანცირდება აქციაზე მდგომი მოქალაქეების ნაწილიც. ვერ გავიგეთ ამთან. ანუ რა მოცემულობა არის მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილიც, საზოგადოების ნაწილიც ღიად ემიჯდება წარმოდგენილ ოპოზიციურ სპექტრს. არა მგონია ეს გადაჭარბებული შეფასება. იქ დგას ყოველდღე ოპოზიციური პარტიებიდან აქტივი, ძალიან კარგი ახალგაზრდები მინდა გითხრათ, არიან სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მე ხლა უფროსებთან მაგართულობა, თორე ახალგაზრდები ისეთი კარგები ყავს ყველა პარტიას, მათ შორის გახარიასაც, იმ რა ქვია, ხაზარაძესაც, იმ ნაცმოძრაობასაც, კიდე სხვა პოლიტიკურ პარტიებს ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს და ძალიან იმედით უყურებ მათ და იქ არიან აქტიურობენ. მაგრამ აქციის მონაწილეების დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ არის ძალიან სკეპტიკური და არა, სკეპტიკური არ არის, უბრალოდ კი არა, ბრალიანად ხალხმა აიღო ქვეყნის ბატონ პატრონობაზე პასუხისმგებლობა. დღეს ყალიბდება ახალი საქართველო. ეს ახალი საქართველო შენდება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გეგმითა და ამბიციებით, არა ვიღაცა ყოჩის ან კერპის მონახაზებით, არა ვიღაცა ფეტიშად გადაქცეული მოვლენის წყალობით, არამედ ხალხმა იგრძნო, რომ ის თუ არ ამოიღებს ხმას, არ დადგება ქუჩაში, არ დადგება ბარიკადებზე. საქართველოს საქმე არ იქნება კარგად, ამიტომ აი ეს პასუხისმგებლობა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე ახალ მხრებგაშლილი საქართველოს ივანიშვილის და იმ კრიმინალი ოლიგარქის გარშემო. არის თუ არა დამაფიქრებელი თქვენთვისაც, რატომ ემიჯნება აქციაზე მდგომი მოქალაქეების ნაწილიც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს? რატო ემიჯნება? მე იქ გამიჯნული არავინ მინახავს, იქ არიან პოლიტიკოსები, აი ახლა პრინციპში მე რო გავდივარ იქ თავიდან ბოლომდე ჩამოვიღე. ხა ყველას თავის სტილი აქვს ალბათ, რუსთაველი ჩამოვილი თავიდან ბოლომდე ყველას ვესალმები აბსოლუტურად. ზოგი შეიძლება მიდის იქ ლიდერი და თქვათ არ მოძრაობს ისე აქტიურად. არ ვიცი, მე არა ვარ საქმის კურსში, ჩვენ არა გვაქვს
რაიმე კონტაქტი ამ ოპოზიციურ თავად აქციის მონაწილეები არ მალავენ საკუთარ განწყობებს და ამბობენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის ეს საპროტესტო აქცია. ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან კარგია, რომ არ არის პარტიული აქცია, ეს არის საერთო რატომ ეროვნული. ვერ ახერხებენ მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას პოლიტიკური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ რაოდენობით ადამიანების გამოყვანას თუნდაც თავის მხარდამჭერ აქციებზე? ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად ვერ შეძლო. მთელი ერია ამხედრა და გამოიყვანა ბარიკადებზე. აი ერთადერთი დამსახურება ივანიშვილის არის აი ეს ისი აღარ შფოთა ხალხი, რომ ადამიანებმა გაიმეორეს დიდგორი. ჩვენ დიდგორს უყურებთ. დიდგორს, რომელიც ხალხის გამარჯვებით დამთავრდება და პარტიები აქარაფერ შეერჩა. 25 ნოემბრის შედეგი რატომ იყო ისეთი არამასშტაბური საპროტესტო აქცია? თითქმის ერთთვიანი აქციების უკვე კულმინაცია, რომელიც შეიძლება გამხდარიყო, მე გულისხმობ არჩევნების ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიცია ამბობდა, არჩევნები იყო გაყალბებული, დაიწყო 27 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები და 25 ნოემბერს, როდესაც კულმინაცია იყო და პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა, მაშინ არ იყო მასშტაბური და ოპოზიციის მოლოდინებიც ვერ გამარჯვდა. განათლებულ ჟურნალისტს არ შეეშლება, რომ არავითარი პარლამენტი ჩვენ არ გვყავს. ეს არის რაღაცა საკრებულო, კოცხროვის საკრებულო, სადაც ივანიშვილის მონები არიან შესული და გონიათ თავი დეპუტატები, რომლებსაც არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომლებსაც მთელი მსოფლიო უნდა რომ წადით მოусვით და ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარეთ, ამდენად რა პარლამენტის სხდომაზე მელაპარაკებით და რა კანონით. რატომ არ იყო არჩევნების, თქვა 28 ნოემბრამდე, 25 ნოემბრის ჩათვლით, რატომ არ იყო მაშინ აქციები ისეთი მასშტაბური, როგორიც შემდგომ? აქციებს აქვს თავისი დინამიკა, თამთა იწყება პატარა მუხტით, იწყება ეპიზოდური მოძრაობებით, იწყება ლოკალური ცხელი წერტილებით და მე ეს ყველაფერი ერთდება დიდნაკადად, ისე როგორც აი მდინარის წარმოშობას სჭირდება შენაკადები, ხო? ამაზონი სათავეში არის ძალიან პატარა და შემდგომ 7000 კილომეტრზე მოდის და 80 კილომეტრი აქვს სიგანე. მაგრამ თავში ძალიან პატარა, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, კულმინაცია და შემდეგ ჩაფინალება. კულმინაცია იყო 25 ნოემბერი და რომ არ ყოფილიყო 28 ნოემბრის განცხადება, მე ვგულისხმობ ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებას, ანუ 25 ნოემბერს რატომ ვერ უნახეთ ასეთი მასშტაბური გამოსვლები, იმიტომ რომ არჩევნების გაყალბების ლოზუნგებით მართავდა ოპოზიცია იმ აქციებს. არ ვიცი ახლა მე ამ შეშლილით მაგაჩეჩილი არსების განცხადებები როდის რას ითვალისწინებ და სირცხვილია რომ საქართველოს წარმოადგენენ საერთაშორისო არენაზე აი ესეთი უსახო ადეპტები, ერთუჯრედიანი ტიპაჟები და ალბათ ჩვენ აი ამ სირცხვილით მოსაწმენდად კაი წლები დაგვჭირდება ვინც დაინახავს ახლა რომ ივანიშვილია ქვეყნის ფაქტიური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია, ის არის კობახიძია, დინარაძია, პაპუაშვილია, რა შტაბეჭილება შეექმნება ერზე და სახელმწიფოზე ხო წარმოგიდგენიათ. ეხლა რა შეიცით საქმე? სახელმწიფოს აღქმას სჭირდება გამოკვეთილი ლიდერის სახეც. აი საფრანგეთს ვიტყვით, ხო ჩვენ უცბად გვახსენდება ვინ? ჟაკ შირაკი, დე-გოლი, ფრანს მიტერანი, ხო? ნუ ჟანადარკზე აღარ ვსაუბრობ. ვიტყვით ამერიკას გვახსენდება ვინ? კენედი, რეიგანი, ნუ ბილ კლინტონი, ხო? დონები გო, რუზველტი, ხო? აი ვიტყვით გერმანიას. გვახსენდება, ნუ ცუდი გაგებით ჰიტლერი, ეხლა ეს არ გვინა, მაგრამ გვახსენდება ბისმარკი, გვახსენდება შმიდტი, გვახსენდება კოლი, ხო? და საქართველოს რო წარმოიდგენს მსოფლიო პოლიტიკური ელიტა, თუ გაახსენდება ვინ დღევანდელ ეტაპზე? ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, დინარაძე, სამხარაძე, დიტო, ეს გაუგებარი მარაზმი. ხო და ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ჩამოსარეცხი გვაქვს ეს ლაქა, რაც ივანიშვილმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას. მან არა მარტო იყიდა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფოებრიობა პირდაპირ გაგებით, დეპუტატები იყიდა, პარლამენტი იყიდა, მოსამართლეები იყიდა, მთავრობა იყიდა, მუნიციპალიტეტი იყიდა, ექსპერტები იყიდა, პოლიტიკოსები იყიდა, მწერლები იყიდა, სპორტსმენები იყიდა. არამედ მან სახელი გაუტეხა სახელმწიფოებრიობას ქართულს და შეეცადა იმედი გაებზარა ქართველი კაცისთვის, რომ მას შეუძლია სახელმწიფო კონდეს. საერთაშორისო არენაზე ხო მოგჭრა თავი, შიგნით ხალხში გააჩინა ეჭირო, ჩვენ ვართ დამოუკიდებლობის ღირსი, ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო კონდეს, აი ესენი რო არიან სახელმწიფო სახეები, რა ქვეყანაზე შეიძლება ვიფიქროთ, აი ესეთი ეჭვი გააჩინა. აი ამისათვის უნდა აუგოს, მაგრამ პირველ რიგში დავუწევლად აგებს. როგორ მიგესახებათ ახალი არჩევნების მოთხოვნის მიღწევა, დაკმაყოფილება და ასეთ ვითარებაში საჭირო არა თუ დაინიშნება ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, რაც არის სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. ნუ ზურაბიშვილთან დაკავშირებით მე რა შემიძლია ვთქვა, ისიც ჩვეულებრივი მარიონეტი გახდათ ბიძინა ივანიშვილის, ისე როგორც დანარჩენი პრეზიდენტები, ვინც იყვნენ და ვინც არიან, სახელმწიფომ დაკარგა თავის სახე ფორმა, ერთი ფულიანი
კრიმინალი ავადმყოფი პათოლოგის ხელში გადავიდა ერის ბედის გადაწყვეტა და ის ნიშნავდა და ნიშნავს როგორც უნდა, რაც უნდა და სადაც უნდა. ეს შავბნელი პერიოდია ჩვენი ქვეყნისათვის და ამას იმედია გადავშლით ამ ფურცლს გადავხურავ და გავვილით. სალომეც ჩამოიყვანა აი ამ პრინციპით, პირადი ერთგულების მოტივით, რომელსაც რა თქმა უნდა შეუქმნა პირობები დანიშნა პრეზიდენტად, დაცვა პირდაპირ შეიძლება ითქვას, მოდი ვაღიაროთ, მაგრამ დღეს ამ ქალბატონის პირადი ოჯახური ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ჩვენ არ უშლით ხელს მას ამაში, ვცნობთ ლეგიტიმური რა ოჯახური ინტერესები შეგიძლიათ? აღარ დანიშნა მეორევადით პრეზიდენტად და პოლიტიკური მაშინაც გადააგდო მისი პარტიები რომ უნდა გასულიყვნენ უმრავლესობით და შეიძლება პრემიერ-მინისტრი გამختارიყო. ორი ვარიჩი გადაგდებული გამოვიდა. ამიტომ ბუნებრივია გამწადა როგორც მოოჯახე ქალბატონი და პრინციპში ხლა აქტიურობს და ჩვენ მას ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, გარდამავალ ეტაპზე გამოსაყენებელია. მიუხედავად თქვენის მას ვცნობთ ლეგიტიმურად. ხო, კი, ამ ეტაპზე ვცნობთ. ჩვენ კი არა, მარტო ამერიკას ვცნობს და ევროპა და თან ამბობთ რომ დანიშნულია ხომ 6 წლის წინ და თან ლეგიტიმური არის, ანუ აი ცოტა არათანმიმდევრული ხომ არ არის ეს ის ვინც დღეს აირჩიეს პრეზიდენტად იმასთან შედარებით ლეგიტიმურია, რა თქმა უნდა. ანუ თან ამბობთ რომ დანიშნულია და თან ლეგიტიმური. ხო, რა თქმა უნდა, არჩევნები გააყალბეს, რეალურად არჩეული იქნა ვაშაძე. და მაინც ლეგიტიმურია, ანუ თქვენი არის. ხო, იმასთან შედარებით ლეგიტიმურია ყაველაშვილთან შედარებით, ხალხო. რა თქმა უნდა, ვინ აირჩია ყაველაშვილი? შეიკრიბა 300 კაცი ბანკიდან, ივანიშვილის დანიშნული და აირჩიეს პრეზიდენტი. და მაგ ქალის არჩევაზე მილიონი კაცი გამოვიდა გარეთ ან არ არჩევაზე, ხო? ამიტომ აქ საუბარია ლეგიტიმაციის ხარისხზე. ვინ უფრო ლეგიტიმურია და შესაბამისად სოფლიოს აღიარებს რომ ეს უფრო ლეგიტიმურია. ჩართული ხართ თქვენ აი გარდამავალ ეტაპზე ეს ქალბატონი იყოს ჩვენ ხელს არ უშლით, მაგრამ რაიმე მეორევადით პრეზიდენტობა ან დიდი პოლიტიკური პოსტის დაკავება ჩვენი დახმარებით მას არ ეღირსება. და ჩართული ხართ ისე ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის მიმდინარე კონსულტაციებში, იგივე დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც ახალი არჩევნები უნდა. სალომე ზურაბიშვილი იყოს ჩვენი ლიდერი. ლეიბორისტული პარტია არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ის არ შეიძლება ვისიმე ლიდერობით მოქმედებდეს გარდა ქართველი ხალხის ნებისა. ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ ავტორიტეტებს გარდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, ამიტომ იყო რომ ვებრძოდით შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმს. რეალურად ჩვენ დავამხეთ შევარდნაძეს, ჩვენ ამოუთხარეთ საყრდენები მთელ სოფლიოში, თავიდან რო დაუწყე მემას ბრძოლა, ევროპელები მეუბნებოდნენ, რაც ლაპარაკობო, ბერლინის კედელი დაანგრიო, კაცმო და რატო არ მოგწონსო? ხო, მერე სააკაშვილი რომ მოვიდა ივანიშვილის ფინანსებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგაზე მიიღო მთელი ამბები, რო ჩავედი ბრიუსელში, რევოლუციის შემდეგ ურსულა შლეიხერი იყო ერთი ასეთი დეპუტატი ბავარიიდან. რაც ლაპარაკობო? სიცხე ხო არ გაქვსო? მთელი სოფლიო აღთქმულებულა ვარდების რევოლუციითო. რაც ლაპარაკობო სააკაშვილიძე? აგერ ბოლოს თვითონ ნახეს, ვისთან ჰქონდათ საქმე. ივანიშვილზეც როცა გამოვედი და ვთქვი, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ ტაცებელია, სისხლისმცემელია, პათოლოგია, აგენტია, პუტინის მარიონეტია, ქვეყანას დააქცევს, ქვეყნის შიგნით გიშმეძახდნენ და ამერიკელები და ევროპელები ფიქრობდნენ, რომ გამოუსწორებელი ექსტრემისტი ვიყავი და ესე იგი შეუძლებელი იყო ჩვენი გაზომიერება და დღეს ისე კი ვიან ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომ ჩვენ ვართ ნობელის პრემიის ლაურეატები თავდაჭერაში და აკადემიურ შეფასებებში. აი ამაშია საქმე. უნდა დროზე გავუგოთ ერთმანეთს, დროზე შევისმინოთ ერთმანეთის გაფრთხილებაც, მოფერებაც, იმედიც, კრიტიკაც და მე იქნება ქვეყნის საქმე კარგად. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ჩვენ გვალაპარაკებს და გვასაზრდოებს ერის სიყვარული და პატრიოტიზმი. ახალი არჩევნების ვარ დარწმუნებული, მაშინ ასეთი არც პოლიტიკოსი უნდა მოიყვანოთ, არც უნდა მოусმინოთ და უნდა სხვა გზით. ახალი არჩევნების დანიშნვის შემთხვევაში ისევ გაუწევთ თქვა და ელობირებას იმედიას, რასაც წლების განმავლობაში უწევდით გულისხმობ ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობის საკითხს. გაერთიანების საკითხი გააჩინა ვის როგორ წარმოუდგენია თამთა. ჩვენ საარჩევნო ბლოკებში არ ვერთიანდებით. არა, ზოგადად ოპოზიცია საერთო ვერ დავკარგავთ. ჩვენი იდეა არის სოციალიზმი, ევროპული სოციალიზმი. დანარჩენი პარტიები წარმოადგენენ ოლიგარქიულ ჯგუფებს. აი ახლა წარმოიდგინეთ რა სიტუაცია, ხო? ბანკირებმა გახსნეს ბანკები, დააწესეს არადამიანური პროცენტები, იშოვეს მილიარდები. ივანიშვილმაც, რუხაძემაც, ჩხატიშვილმაც, ხაზარაძემაც, გილაურმაც, პაპაშვილემაც. ეს აღარ ეყოთ, მე გახსნეს ტელევიზიები. შემდგომ ესაც აღარ ეყოთ და დარეგისტრეს პარტიები. ნაწილი მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილი, ჩხარტიშვილი, რუხაძის სახით. ნაწილს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ანუ ეს არის სულ სხვა სამყარო. ესენი ფიქრობენ საკუთარი ბიზნესის და მილიარდების დაცვაზე და გამრავლებაზე. ჩვენი მიზანია, რომ სიმდიდრე, უფლებები ღირსეული ცხოვრება დაუბრუნდეს ხალხს, საშუალო ფენას, საზოგადოებას. ამიტომ
გაერთიანება მათთან წინასაარჩევნო ბლოკში ნიშნავს იმას, რომ ჩვენც გავიყიდეთ. რა მნიშვნელობა გვის ფულზე გაიყიდები? ივანიშვილის ფულზე გაიყიდები თუ ხაზარაძის ფულზე გაიყიდები? არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ამიტომ ლეიბორისტული პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაუბრუნოს საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპული გზა და ევროპული სოციალიზმი დაამკვიდროს. თქვენი როლი ოპოზიციურ სპექტრში და ადგილი როგორი არის? იმიტომ რომ ფაქტია თქვენი მოწოდებები ბოლო წლების განმავლობაში იყო მოწოდებება დარჩა და არ იყო არანაირი რეაგირება იგივე გაერთიანებაზე პარლამენტიდან გამოსვლაზე. ხო და რომ არ იყო, ამიტომ მივედით ამ დრომდე, რომ დაიჯერებინათ, აღარ მივიდოდით აქ. ალტერნატიული პარლამენტის შექმნას ითხოვდით. დღეს კონსულტაციებშიც არ ხართ ჩართული, როგორც ხვდები იმ ახალი დოკუმენტის მზადების პროცესში, სადაც როგორც ისინი თავად ამბობენ, ახალი არჩევნების წესები და პირობები უნდა გაიწეროს. სად არის, როგორია თქვენი ადგილი? ობიექტურად ვთქვათ, რა მოხდა არ მარტო ჩვენს თავს, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ჰორიზონტზე, ჩვენს ასპექტში. მას შემდეგ, რაც ფანჩატურიდან გაგვექცნენ ეს ძირფასი პოლიტიკური პარტიები და შევარდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, იგრძნეს, რომ ცუდი საქმე გააკეთეს და ჩვენ ვიყავით უპირატეს მდგომარეობაში. ანუ ყოველთვის შეგვეძლო წამოგვეძახა, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი. რა თქმა უნდა, ამას ვიზავდით კიდევაც, იმიტომ რომ პოლიტიკაში არ მოსულა ეგეთ რაღაცების პატიება და დაფარვა. იმიტომ რომ ქვეყანას მიადგა დიდი ვნება და ზიანი. შესაბამისად, მათ დაიწყეს თავიდანვე არჩევნების წინ ჩვენი ჩაბლოკვა. ჯერ ტელევიზიებიდან მოხსნეს, მათ შორის მთავარი არხი გვარამია გილაური, ეს ხაზარაძე, ივანიშვილის არხები ხო საერთოდ არ გვეკარებენ და იმედზე, რა ვიცი, ჩემი სურათის გამოჩენაც კი არ შეიძლება და კიდე სხვა ტელევიზიებში და აი საზოგადოებრივ არხზე თქვენი წყალობით მძლის 12 წლის შემდეგ მოვედით, ხო? შესაბამისად, შემდეგ მოილაპარაკეს. გადაწყვეტილებად სხვათა შორის ჩვენ დეკემბერშიც მოგიწვეთ ბატონშალო, მაგრამ თავად თქვი თუ არის ჯანმრთელობის მდგომარეობისგან. მაშინ სიცხე მქონდა და გრიპის ბაცილას ხარ მოგიტანდით აქ. ხან შემოგთავაზეთ. ნიღბით მოსულა კიდე აკძალა ივანიშვილმა კანონი მიიღო ნიღბით არ ნავიარო დაგვაჯარიმებენ თორმე. შესაბამისად, გააკეთეს ანტილეიბორისტული ბლოკი ამ ოპოზიციამ, პირდაპირ ვთქვათ. მოურიგდნენ ბიძინა ივანიშვილს, შევიდნენ მოლაპარაკებაში და ალიანსში მასთან. ერთ-ერთი მოლაპარაკებელი იყო ეს ქალბატონი პრეზიდენტი. პირობა იყო, რომ ჩვენ ტელევიზიაში არ უნდა გავჭაჭანებულიყავით და ჩვენ პარლამენტში არ უნდა შევეშვით და მისცა პირობა აი ამ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ მოიყვან და ხელისუფლებაში ერთი-ორი დეპუტატით უმრავლესობაში. ანუ პრემიერ-მინისტრი მათი იქნებოდა და თვითონ გადავიდოდა ოპოზიციაში. ეს პირობა იყო მიცემული. შეთანხმდა, რომ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ეს თავგასებული გილაური, როზის და გვიკითხავს ლექციებს გადაღამე. სააკაშვილის პრემიერად ნამუშევარი მთელი ენერგეტიკა რუსებს რომ იყიდა, ეს გილაური. ხო, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ბანკის თანამფლობელი, მისი ძმა დირექტორი. ანუ ერთი ბანდა რა სრულიად. ეს უნდა გავხდარიყო პრემიერი. არ ვიცი ახლა ეს რამდენად გუწფრელად დაპირდა ივანიშვილი ამას. მერე მოსკოვიდან მოვიდა სიგნალი პუტინისგან, რომ შენ სიცხე ხო არა გაქვს, რომელი ოპოზიცია მოკავს ხელისუფლებაში, არც იფიქრო მაგაზე, რომ გადაგაყლაპებ ატომურ ბომბს, როგორც აი ლიტვინიკოს რო გადააყლაპა ატომური ჩაი ლონდონში და იმ საფლავი ახლა წაცხივებს ლონდონში. ლიტვინიკოს საფლავი. ბუნებრივია ახლა ამას კურდღელივით შეეშინდა ეგ ამბავი და ოპოზიცია გადააგდო ამ საქმეში. ამიტომ არის ოპოზიცია პირდაღებული და გაოცებულები რო დარბიან წინა უკან. ანუ მთელი ეს სქემა ჩაეშალათ მოლაპარაკების და შეთქმულების. ეს ძალიან კარგია რომ ჩაეშალათ. უზნეობა არ უნდა გაიმარჯვოს, უზნეობა უნდა ჩაიშალოს, ქართული ხალხი გაიმარჯვებს, ბარიკადებზე დგომას შედეგს მოიტანს. სოფლიო დემოკრატიული სამყარო ჩვენს გვერდით არის. ქართველი ახალგაზრდობა დღეს საუკეთესო ახალგაზრდობა მთელ სოფლიოში აჩვენებს წარმოუდგენელი თავდადების მაგალითს და მე ცრემლი მომდის სიხარულის რომ გავდივარ ეგ და ვხედავ ასეთ ვარსკვლავ ახალგაზრდებს, ბედნიერია რომ მოვესწარი მათთან ერთად ყოფნას და მათთან ერთად ბრძოლას და ხალხო, ყველაფერი იქნება კარგად. ძალიან მალე ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს სამუდამოდ დავემშვიდობებით და ისინი გადაინაცვლებენ იმ საბრალდებო სკამებზე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები დასვეს დღეს. შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. იმედია 10 წელი არ გაგრძელდება ჩვენი არჩევნები. ხშირად როგორც მანამდე მოდიოდნენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები, თქვენს პარტიის, თქვენი სხვა წევრები ასევე ივლიან და ისევე გაშუქდებით. მომავალში როგორც მთელი ეს წლები გაშუქებდით ბატონო შალვა. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გმადლობთ. გამარჯვებები დაგუბედებოდეთ. მადლობა. მოგლოდება ჩვენი დიდგორი, როგორც ნათქვამია, ყველა თაობას თავისი დიდგორი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობა, ჩვენი ხალხი ამ დიდგორს მოიგებს ძალიან მალე. მადლობა.